Berlin NATO საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიხსნა. ორდღიანი მინისტერიალის დღის წესრიგში პირველ ადგილზე ლიბიის კრიზისია. გახსნის ცერემონიაზე გამოსვლის დროს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს უმთავრესი მიზანი ლიბიის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა, თუმცა მხოლოდ სამხედრო ძალა ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის. სამიტში ნატოს 28 წევრი სახელმწიფოსა და 20 პარტნიორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები მონაწილეობენ. გერმანიაში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. გრიგოლ ვაშაძე ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოების საგარეო უწყების პირველი პირების შეხვედრაში ჩაერთვება. დღეს და ხვალ იგეგმება ნატო საქართველოს კომისიის ხტომებიც. Change that could generate peace will remind you that we მინდა შეგახსენოთ, რომ ოპერაციას ისევ აწარმოებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მთლიანად შესრულდეს. რეზოლუცია კი ლიბიაში სამოქალაქო საზოგადოების დაცვას ითვალისწინებს. ჩვენი ოპერაციის მთავარი მიზანიც სწორედ ხალხის დაცვაა. მე ვეთანხმები, რომ მხოლოდ სამხედრო ძალა პრობლემას ვერ გადაჭრის. ამისათვის ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესია საჭირო.